მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ კაჰუტზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ კაჰუტის ტესტები, რისთვის გამოიყენება და როგორც შეიძლება ეს გამოვიყენოთ ჩვენ სასწავლო პროცესში. ძალიან კარგია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის. ესე იგი, თვითონ საიტი ესე იწერება, kahoot.com-ზე შევდივართ და მას შემდეგ რაც ავტორიზაციას გავივლით, გვაქვს ესეთი გვერდი. თუ რა თქმა უნდა პირველად იყენებთ, sign up-ით შეხვალთ, შეგიძლიათ Google-ის აკაუნტით დაუკავშირდეთ, ან სხვა რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ ავტორიზაციისთვის და რეგისტრაციისთვის. ხა, თუ გვინდა რომ შევქმნათ ტესტები, შევდივართ create ხილაკით და Kahoot-ის გაკეთებას ვიწყებთ. ეს პირველივე სავარჩევთ. რა თქმა უნდა, აქ არის ფასიანი ვერსიებიც, ეს უკვე ხელოვნური ინტელექტის ასისტირებით, გენერატორი არის ტესტების, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვეულებრივი ესეთი გვერდი. აქ უკვე დავწერთ ტესტს. მაგალითად, ნებისმიერი რამ, ვთქვათ, ნიუტონის კანონები სამართლიანია და ვარიანტები ათვლის ინერციულ სისტემებში ან ათვლის არაინერციულ სისტემებში. ხა, რა თქმა უნდა, სწორი პასუხი უნდა მოვინიშნოს თავიდანვე. აქვე არის დროის ფაქტორიც, რომ შეგვიძლია გავზარდოთ დრო, ან იყოს 20 წამიანი, ზირთად ყოველ 20 წამიანებს არაგდებს. თუ გვინდა რომ კითხვა მსგავს თუ წერთ დავაკოპიროთ, შეგვიძლია ასეთ, ან დროის მინიშნება აღარ გვჭირდება, ყველაფერი გადმოდის იგივე აქეთ და შეიძლება თქვათ საპირისპირო კითხვა თუ გვაქვს, უბრალოდ არ ნაწილაკები ჩავამატოთ, თქვათ არასამართლიანია ათვლის არაინერციულ სისტემაში. ხო, აი ასე შეგვიძლია რომ ტესტი შევქმნათ. დაუშვათ შევქმნით ახლა ეს ტესტი და ვინახავთ. სათაურს ვარქმევთ ნიუტონის კანონები, დაუშვათ ესე. და შეგვიძლია შევქმნათ ლაივი, ანუ თამაშივით შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც დაასკანერებს. ტელეფონებით შეიძლება, ან შეიძლება კომპიუტერზე შევიდნენ Kahoot-ის გვერდზე, მოდი მაგასაც გაჩვენებთ როგორ. გადავიდე ქართულზე, Kahoot-ზე შევალთ ესე. და თან აქ პირველად რო შედიხარ, მე მგონი მე უკვე ავტორიზებული ვიქნები, ხო? არა, აი პირველად რო შედიხარ, ესე ჩანს. ან გავდივართ sign up-ით რეგისტრაციას უფასოდ, ან login-ით შევდივართ, ან პირდაპირ play-ს ვაწვევით, დავუშვათ არ გვინდა რეგისტრაცია, უბრალოდ ერთჯერადად გვინდა რომ ვითამაშოთ. აი მაგალითად აქედან ნახოთ ახლა გამოჩნდება ჩვენი ლაივის PIN კოდი და ამ PIN კოდს ჩავწერთ იქეთ. აბა ვნახოთ თუ მოგცემს ამის საშუალებას, ცოტა ინტერნეტი გვიჭედავს. ხო, აი ესე starts დავაწვევით, კლასიკურ mode-ში ვთავ, შეიძლება კიდე ცოტა განსხვავებული ვარიანტებიც. როგორც წესი ძალიან სახალისოა ხოლმე თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან დიდი არ არის. და იწყებენ თამაში ინტერნეტის პრობლემაც თუ არ არის, როგორც წესი ძალიან სახალისო არის ხოლმე. იწყება ეს. ეხლა რადგან ჩვენ უკვე შესულები ვართ, ველოდებით ხოლმე მოწყობილობა არ იქნება. გამოჩნდა ესე. ჯობია რომ შევამცირო მე ეკრანი, რომ გადავიდე და ვიპასუხო. აი ასე, კითხვა გამოჩნდა, პასუხი უნდა მოვნიშნოთ. სწორია, მაშინ ვიაგდებს პასუხს, იმიტომ რომ ერთადერთი მონაწილე ვარ და როგორც კი დაფიქსირდება პასუხი, მაშინვე ვაგრძელებ და მერე მეორე. აქაც გამოჩნდება ვარიანტები, აქაც უნდა მოვნიშნოთ. თუ დავაგროვებთ ქულას ემატება, თუ ვერა და არა, ეხლა ალბათ ეს ჭედავს და რადგან პასუხი არ გამოჩენილა, უფლება არ გქონდათ რომ იქეთ ყოფილიყო. ეხლა გამოჩნდება რეიტინგიც, აქ გვიწერთ
ადგილებს, მესამეზე არავინ არ იქნება. ესე ერთი მოთამაშე იყო პირველზე ვეთნებით. და ეს სასაცილო არის სახეები შეჩერება ჩვენი და ასევე შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ სხვისი გაკეთებული ტესტებიც. ანუ თუ გადავალთ Kahoot-ის მთავარ გვერდზე, Discover გრაფაში, შეგვიძლია ჩავწეროთ მაგალითად ფიზიკა. და აი ამ ფიზიკის დასახელებაში ამოაგდებს მსგავსი ტესტები, რაც არის ამ სახელთან მიახლოებული. სხვათა შორის არის ნორმალური რაოდენობა ტესტების, ეხლა რომ ვთქვათ, რომ ყველა ფიზიკის მასწავლებელი აქ მუშაობს და უამრავი ტესტი ასე არ არის, მაგრამ რაღაცას ვიპოვით. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს მე-7 კლასის ტესტი რომ არის, მაგალითად ცოტა დიდი 16 კითხვიანი არის, 1-33 კითხვიანია კიდე ხო, აი ეს ინიშნება პირველი ეს მომეწონა. რამდენიმე ტესტი არის, რომელიც კარგი არის. ჩემი გაკეთებული ტესტებიც არის, მაგრამ 1-2 შეცდომაც მაქვს და უნდა ჩავასწორო, ანუ სიტყვების ის მაქვს გასაკეთებელი, მაგას ახლა ჩავასწორებ. ეს არის მაგალითად ჩემი ტესტი, რომელშიც რაღაც ხო ერთი ფოტო მაქვს ისე ჩასმული, რომ კითხვა არ არის იმ ფოტოზე და ერთი სიტყვა მაქვს არასწორად დაწერილი. ჯობია რომ რა თქმა უნდა გავმართოთ ტესტი და მე გავაზიაროთ. აი მაგალითად ჩემი ტესტები ასე გამოიყურება, ესენია სულ 1-2-3-4. აი ეს ნიუტონის კანონებს მოგეთ იმდეს ვათამაშეთ 15 თამაში გვაქვს დაფიქსირებული. აქ ალბათ სხვისი თამაშებიც არის, ხო? ყველა მე ვათამაშე, არა მგონი. ისე ჩემი ბაცადლოდ ისი ამოვნეს. აი სულ 122 მოთამაშე მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდ კლასებში მაინც არ ვაკეთებ ხოლმე. იმიტომ რომ ძალიან რთულია. თუ კი მით უმეტეს ინტერნეტი არ აქვთ ბავშვებს, ისედაც ხმაურია, რადგან ზოგს უხარია რომ მოიგო, ზოგს თავში ხელი შემოტყვა აქვს, რომ აი მე ვერ მოიგო. მოკლედ ძალიან ისეთი სახალისოც არის და საინტერესოც, მაგრამ კარს იქეთ ისე ისმის ძალიან ცუდად. მოკლედ ისე მეგობრებისთვის კარგი გასართობია, შეიძლება რომ ერთმა ადამიანმაც დაათვალიეროს ტესტები, ლოგიკა ჩაწეროს და ლოგიკური ტესტები ნახოს, ივარჯიშოს. რა ვიცი, უამრავი მიმართულებით არის აგერ მარკეტინგი, ბიზნესი, ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერება, ინჟინერია, ბიოლოგია, მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ. აგერ teacher education-იც ყოფილა. ძალიან კარგი, რა ვიცი, რაც უფრო ბევრი ადამიანი გამოიყენებს ამ Kahoot-ს, მით მეტი რესურსი შეიქმნება აქვე, თან ხო შექმნით ყოველთვის სხვისას ხომ არ გამოიყენებთ. და ჩვენთვის მისაღებია, ამიტომაც ვწერ ამ ვიდეოს, თან ერთ მომოსწავლემ მკითხა, როგორ შევქმნა ტესტიო და იმედია გამოადგება. იმედია მოგეწონათ თქვენს, ვინც უცხო ხართ და უყურებთ, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.